ამერიკის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ზელენსკის უთხრა, რომ მას არანაირი კარტი არ ჰქონდა ხელში. თუმცა ახლა მინერალების შესახებ შეთანხმების გაფორმებით ტრამპმა ზელენსკის გადასცა როიალ ფლეში. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ეს ბანკო და ვაჩვენოთ რუსეთის ხელმძღვანელობას. ეს არის ამერიკის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის სიტყვები მას შემდეგ, რაც გაფორმდა ამერიკასა და უკრაინას შორის მინერალების შესახებ შეთანხმება. მე არ ვიცი პოკერის თამაში და დაახლოებით ხვდები მხოლოდ, რომ Royal Flash-ი ძალიან კარგ კარტს ნიშნავს და სწორედ აი ამის ხაზგასმას ცდილობდა ბესენტიც აი ამ თავის განცხადებაში. მოკლედ რომ ვთქვათ, რას ნიშნავს მინერალების შესახებ შეთანხმება, ეს ნიშნავს უდიდეს ინტერესს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს უჩნდება უკრაინის ტერიტორიაზე, ეს უკავშირდება ძალიან დიდ ფულს, ასეულობით მილიარდ დოლარს, ძალიან იშვიათ და კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მინერალებს, წიაღისეულს, რომელიც განსაკუთრებით ჭირდება შეერთებულ შტატებს, სამხედრო წარმოებაში, სამოქალაქო მიმართულებითაც, ტექნოლოგიების განვითარებისთვის და სამომავლო პროექტებისთვის. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მინერალები, რომელიც მოიპოვება უკრაინაში და მოიპოვება მათ შორის უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომელიც ამ დროისთვის ოკუპირებული აქვს რუსეთს და მის საოკუპაციო ჯარს. მოკლედ, სწორედ აი ამ თემაზე ვაპირებ, რომ დღეს ვისაუბრო, რას ნიშნავს მინერალების შეთანხმება, რა პირობებით დაიდო ის შტატებსა და უკრაინას შორის, რას შეცვლის ომთან მიმართებით, რას შეცვლის შემდგომ უკვე ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის პროცესში და გარდა ამ თემისა, აქვე ამ ვიდეოში მოკლედ შევეხები კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც უკავშირდება როგორც შტატების მხრიდან, ასევე ევროკავშირის მხრიდან უახლოეს მომავალში მოსალოდნელ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის ომის მანქანას და პუტინის შემოსავლებს, რომელიც სწორედ პირდაპირ მიემართება ომის დაფინანსებისთვის და ვისაუბრებთ ასევე სამხედრო დახმარებაზე, რომელიც უკვე გარკვეული სიგნალები არის, რომ გაგრძელდება შტატების მხრიდან სწორედ უკრაინის დასახმარებლად და ეს ნაწილობრივ უკავშირდება მინერალების შესახებ შეთანხმებას, როგორც თქვით, ინტერესი ჩნდება უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების და ამ ინტერესს ჭირდება დაცვა. და ეს ყველაფერი უსაფრთხოებასთან პირდაპირ არის ბმაში. მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, აქვე ვინც არ ხართ ჩვენი გამომწერები და ახლა აღმოაჩინეთ ჩვენი არხი, თუ საინტერესო იქნება ეს ვიდეო თქვენთვის და სხვა ვიდეოებიც, რომელიც დევს გვერდზე, გამოგვიწერეთ და გამოხატეთ თქვენი მოსაზრებებიც კომენტარებში, მას შემდეგ რაც უკვე დაასრულებთ ამ ვიდეოს მოსმენას. დავიწყოთ პრინციპში შეთანხმების შესახებ, აქ თქვი მე მგონი რომ რთული პროცესი უძღოდა წინ. თავდაპირველად ეს შეთანხმება, ამ შეთანხმების შეთავაზება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გააკეთა. ეს იყო უკრაინის გამარჯვების გეგმის ნაწილი, რომელიც ზელენსკის ხელმძღვანელობით იქნა შემუშავებული და მიზნად სწორედ ამას ისახავდა, რომ რაც შეიძლება დიდი ინტერესი გაჩენილიყო პარტნიორის, მთავარი პარტნიორის შეერთებული შტატების უკრაინის მიმართ და შემდეგ უკვე ამას მოყოლოდა სამხედრო დახმარება და შტატების ზურგი რუსეთთან კონფლიქტში. თავდაპირველად, როდესაც გაჟღერდა ეს ინიციატივა უკვე ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ტრამპი ძალიან მაგრად ჩაეჭიდა ამ ამბავს და იგრძნობოდა მისი განსაკუთრებული ინტერესი ყოველჯერზე. ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა, რომ ეჩვენებინა, რომ სწორედ ეს შეთანხმება იყო პრიორიტეტი. რამდენიმე აი ამ რთული პროცესის შემდეგ, რაც უკავშირდებოდა მათ შორის ამ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სკანდალს და ურთიერთობის დაძაბვას, მოყვა რიტორიკის შეცვლა, მათ შორის ეს აისახა შეთანხმების გარკვეულ დეტალებზე, პირობებზე, წინასწარი ვერსიები, რაც ვრცელდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვატიკანის შეხვედრამდე, მუდმივად იქ იყო, რომ ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესზე მორგებული შეთანხმების პირობები იყო შეთავაზებული უკრაინისთვის, თუმცა საბოლოოდ ზელენსკიმ მოახერხა ის, რომ ძალიან სასარგებლო
და თანაბარი შეთანხმების დადება მოხდა. ეს თანაბარი პარტნიორობა ტექსტის მიხედვით, დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, რომლის რატიფიცირება 8 მაისს უნდა მოახდინოს უკრაინის რადამ, გულისხმობს 50-50-ზე პრინციპით სტრუქტურირებული ფონდის ჩამოყალიბებას, რომელსაც ერთობლივად მართავენ უკრაინა და შეერთებული შტატები და არც ერთ მხარეს არ ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რატიფიცირების პროცესს რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს, ალბათ ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე მიღებული იქნება დოკუმენტი. მე ამოვიწერე ინფორმაცია ძირითად შეთანხმების პუნქტებთან დაკავშირებით და მოდით გავიაროთ ერთად, რომ უფრო მეტი წარმოდგენა შეგექმნათ რა ტიპის თანამშრომლობაზე არის საუბარი. პირველი პუნქტი გულისხმობს იმას, რომ რესურსებზე სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას, ეს არის საკვანძო ნაწილი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ საკითხზე მუდმივად იყო ესეთი კამპანიაც კი წარმოებდა, რომ აი უკრაინას ართმევენ საკუთარ მიწებს და ჯერ დაიქცა ომის შედეგად და ახლა ყიდიან და იყოფენ და ასე შემდეგ, აი ესეთი საუბრები ისმოდა. ამ შეთანხმებაში ცალსახაწერია, რომ რესურსებზე სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას და ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება. უკრაინის ტერიტორიასა და ტერიტორიულ წყლებში არსებული ყველა რესურსი უკრაინის საკუთრებაა, სახელმწიფოს ეკუთვნის გადაწყვეტილება, რა და სად მოიპოვოს. მიწისქვეშა რესურსები რჩება უკრაინის მფლობელობაში, ეს შეთანხმებაში არის მკაფიოდ განსაზღვრული. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ნაწილი არის ის, რომ ეს დოკუმენტი მოიცავს თანაბარ პარტნიორობას. ფონდი სტრუქტურირებული არის იმგვარად, რომ 50-50-ზე იქნება პრინციპი, მას ერთობლივად მართავენ უკრაინა და შეერთებული შტატები, არც ერთ მხარეს არ ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება. ესაც არის მიანიშნებს სწორედ აი ამ ბალანსზე მხარეებს შორის ეს პუნქტი. შემდეგ უკვე არის ეროვნული აქტივობის დაცულობა. შეთანხმება არ ცვლის პრივატიზაციის პროცესებსა და სახელმწიფო კომპანიების მართვის წესებს, ისინი რჩება უკრაინის საკუთრებაში. მეოთხე პუნქტი არის შეთანხმება არ შეიცავს ვალდებულებებს ვალის სახით, ესაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ აქ რაღაც უკრაინის შემდგომ ვალდებულებებზე არ არის საუბარი, შეიქმნება ფონდი, რომლითაც თანაბრად ისარგებლებს ეს ორი სახელმწიფო. შეთანხმება არ ითვალისწინებს უკრაინის ვალდებულებებს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ შესაბამისად, მისი განხორციელება ორივე ქვეყანას საშუალებას აძლევს თანაბარი თანამშრომლობის და ინვესტიციების გზით გააფართოვონ ეკონომიკური პოტენციალი. შემდეგი პუნქტი, მეხუთე პუნქტია, ეს შეთანხმება შეესაბამება კონსტიტუციას და ევროპული ინტეგრაციის კურსს, ის შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას და არ არღვევს უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებებს. უმნიშვნელოვანესია, რომ შეთანხმება უგზავნის გლობალურ პარტნიორებს მკაფიო სიგნალს უკრაინასთან ხანგრძლივი 10 წლეულებზე გათვლილი თანამშრომლობის შესახებ და სანდოობის შესახებ. მეექვსე პუნქტი არის შემდეგი, ფონდი დაფინანსდება მხოლოდ ახალ ლიცენზიებზე მიღებული შემოსავლებით. ანუ ეს რაც ნიშნავს, რომ არსებული პროექტებიდან ან ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული შემოსავლები არ არის ამ შეთანხმების ნაწილი, მხოლოდ რასაც მომავალში დაგეგმავენ და ერთობლივად განახორციელებენ, იმ პროექტებიდან მიღებულ შემოსავალს გაიყოფენ შუაზე მხარეები. შემდეგი პუნქტი არის საკანონმდებლო ცვლილებები იქნება შეზღუდული, ეს დოკუმენტი გვეუბნება და მიზნობრივი, ანუ რაღაც დაბრკოლებებთან არ იქნება დაკავშირებული, ფონდის ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება მხოლოდ ბიუჯეტური კოდექსის შესწორება. მერვე პუნქტი გულისხმობს, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება უკრაინას ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვაში. ეს დაეხმარება უკრაინას მოიზიდოს ინვესტიციები და ტექნოლოგიები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ტექნოლოგიების გადაცემა და განვითარება შეთანხმების მთავარი ნაწილია, რადგან უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ კაპიტალი, არამედ ინოვაციებიც აი ამ პროექტების განსახორციელებლად. მეცხრე პუნქტი კი გულისხმობს, რომ შეთანხმება უზრუნველყოფს საგადასახადო გარანტიებს, ფონდის შემოსავლები და შენატანები არ დაიბეგრება არც შეერთებულ შტატებში და არც უკრაინაში, რაც უზრუნველყოფს ინვესტიციების პროცესის მაქსიმალურ ეფექტიანობას. შეთანხმების პუნქტები გაგაცანით და ალბათ მეტნაკლებად წარმოდგენა შეგექმნებათ, რა ტიპის პარტნიორობაზე არის ამ შემთხვევაში საუბარი. საკითხი ახლა დგას შემდეგში, როგორ და როდის იმუშავებს ეს ყველაფერი, ხო? ცხადია, ჩნდება ეს კითხვა. ამასთან დაკავშირებით იყო საუბრები
ამერიკაში ოფიციალური პირები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი პროექტები. ცხადია, გარკვეული დრო ჭირდება მოსამზადებელ სამუშაოებს, ელემენტარულად რუკებიც კი არ არის დეტალური შედგენილი კონკრეტულად სად, რა ტიპის მინერალები და წიაღისეული მოიპოვება. აქვე ვახსენებ, რომ აქ არ არის მხოლოდ კრიტიკულ მინერალებზე საუბარი, ნავთობის და გაზის მოპოვებასაც გულისხმობს ეს შეთანხმება სამომავლოდ ერთობლივად. ანუ ეს ყველაფერი დროში გაიწელება, მაგრამ ამის მეორე მხარე და მეორე ეფექტი, რაც უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის არის, რომ სამუშაოების დაწყება სჭირდება უსაფრთხოება, ცხადია, ხო? და ამ უსაფრთხოებას კი ჭირდება მყისიერი მოქმედება იმისთვის, რომ ჯერ ომის საკითხი გადაწყდეს და ვახსენეთ ჩვენ, რომ მათ შორის ეს მინერალების საბადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მოქცეული არის იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ახლა რუსეთის საოკუპაციო ჯარები აკონტროლებენ და ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანი არის ამ ხრივ, როგორ წავა პროცესი. და ოკუპირებულ ტერიტორიებს რომ თავი დავანებოთ, სულაც ლვოვის გარშემო რომ იყოს ეს საბადოები, ცხადია რომ ამას ჭირდება დაცვა. ჭირდება მეტი და სწორედ ამას ითხოვდა უკრაინის ხელმძღვანელობა სწორედ მთელი ამ 3 წლის განმავლობაში და ეს არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რატომაც მათი ინტერესი იყო, რომ ამერიკა აი ამ ფორმით შემოსულიყო მათთან ურთიერთობაში. უკვე გახდა ცნობილი მასთან დაკავშირებით, რომ ეს შეთანხმება მოიცავს პატრიოტის სისტემების გადაცემას დამატებით უკრაინისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი არის საჰაერო თავდაცვისთვის იმ ფონზე, რასაც ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, ხო, გამუდმებული სარაკეტო იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე, დრონებით, შაჰიდებით შეტევები გამუდმებით რუსეთის მხრიდან, მათ შორის დღესასწაულებზეც კი, ნახეთ ხო, უამრავი მსხვერპლი სუმში, კიევში და ასე შემდეგ, თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თავდაცვის სისტემები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლის გადაცემაზე უკვე იყო საუბარი, გარდა ამისა გაჟღერდა არაერთი ინფორმაცია და მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აი ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ მყისიერად გავრცელდა ეს ინფორმაციები, მათ შორის 50 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტთან დაკავშირებით, რაც ითქვა, რომ ის F-16-ების სერვისისთვის და პილოტების მომზადებისთვის იქნება ნაწილობრივ გამოყენებული და კიდევ დამატებით თანხებზე არის საუბარი უკვე დასახელებულ სიახლეებზე საუბრობ, რომ გააგრძელებს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის თავდაცვის უზრუნველყოფისთვის ახალი რესურსების გამოყენებას და ეს ცხადია არის პოზიტიური სიგნალი იმის გათვალისწინებით, რომ საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა არათუ ახალი დახმარების პაკეტები, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას უნდა დაემტკიცებინა, არამედ ისაც კი ბოლომდე შესრულდებოდა თუ არა ვალდებულება ბაიდენის დროს გაფორმებული შეთანხმებების, ხო და ვიცით ჩვენ ეს მთელი პოლიტიკური პროცესი, რაც თან ახლდა ტრამპის და მისი ადმინისტრაციის რაღაც ორაზროვან განცხადებებს. ცალსახაა, რომ ალბათ აი ვატიკანში გამართული შეხვედრა ამ ხრივ იყო ძალიან გადამწყვეტი და ეს იყო მართლაც ისტორიული შეხვედრა. სწორედ აი ამ შეხვედრას მოყვა მეტი სიცხადის შემოტანა და უკვე ქმედებაში ვხედავთ, რომ შეთანხმება მიღწეულია მინერალების შესახებ და უკვე ამას მოყვა უფრო სხვანაირი თავდაჯერებული განცხადებები ზელენსკის მხრიდან, რომ ის ამზადებს ძალიან მყარ საფუძველს იმისთვის, რომ უკრაინამ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს და შეაკავოს რუსეთის აგრესია და ახადგინოს უკრაინა. აი ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ, ძალიან გასახარი არის ეს ყველაფერი ჩვენთვის, მათთვის, ვინც გულშემატკივრობს უკრაინას აი ამ პროცესში და მით უმეტეს, რომ სწორედ ჩვენი ქვეყნის ბედიც დიდწილად დამოკიდებული არის იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი, ხო? ერთი სიტყვით, ცალსახად უდიდესი პოზიტიური სიახლე არის ის, რომ გაფორმდა ეს მინერალების შესახებ შეთანხმება და აქვე ვისაც არ გაქვთ ინფორმაცია, შესაძლოა და ვერ ადევნებთ ასე დეტალურად თვალს, მოკლედ გეტყვით
საჭიროებასთან დაკავშირებით, მგონი არ გვითქვამს ეს, რა სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მოკლედ ვთქვით, მაგრამ უფრო მეტი დეტალის მოყოლად შეიძლება. აქ არის 17 სხვადასხვა დასახელების კრიტიკულ მინერალზე საუბარი, რომელიც მოიპოვება უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის ტიტანიუმზე, ლითიუმზე, რომელიც გამოიყენება სამხედრო ავიაციის წარმოებაში, ტიტანიუმზე აქ საუბარი, ლითიუმის შემთხვევაში, ტელეფონებიდან დაწყებული, ელექტრომობილებით გაგრძელებული, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისთვის და წარმოებისთვის უმნიშვნელოვანესია ეს კრიტიკული მინერალები და აქ რაში მდგომარეობდა პრობლემა, ხო? ანუ ძირითადი მომპოვებელი და ექსპორტიორი არის ჩინეთი. ჩინეთმა აკრძალა იშვიათი მინერალების ექსპორტი და ძალიან დიდ კრიზისში მოექცა ამ მხრივ, აი ამ სავაჭრო კონკურენციის ნაწილშიც ჩინეთთან ამერიკის შეერთებული შტატები და მას ძალიან ჭირდებოდა მსგავსი ტიპის შეთანხმების მიღწევა, მას საკუთარი რესურსით ძალიან ჭირდება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ტრამპი ანონსებს ძალიან ამბიციურ პროექტებს, მან უკვე განაცხადა რამდენიმე კვირის წინ შეთანხმება დაიდო ერთ-ერთ ტაივანში დაფუძნებულ კომპანიასთან, ვუყურებდით ამას პირდაპირ ეთერში, როდესაც ტრამპმა ამ კომპანიასთან გააფორმა 100 მილიარდიანი პროექტი. 100 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩიპების მწარმოებელი ქარხნის საწარმოების მთელი ქსელის გამართვას გეგმავს მომდენო წლების განმავლობაში აი ამ კომპანიასთან ერთად და ცხადია ამ ყველაფერს რესურსი ჭირდება, ხო? რესურსი, რომელიც არის უკრაინაში და რომლის მოპოვებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახლავთ. ანუ ცალსახად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს ყველაფერი ძალიან ჭირდება და როგორც ითქვა, ეს არის შეთანხმება win-win, ანუ შეთანხმება, რომელსაც ორი მხარე ყავს და ორივე არის მოგებული. ნახოთ, როგორ წავა პროცესი, რამდენად სწრაფი ტემპით და პირველ რიგში ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ყოველდღიურად სიახლეების გაგება, რა შეიცვლება ტრამპის პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებით, რა შეიცვლება ტრამპის პოლიტიკაში უკრაინასთან მიმართებაში და რა პრაქტიკულ დახმარებას და ფინანსურ დახმარებას გაუწევს უკვე საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე ის ვოლოდიმირ ზელენსკის. ნახოთ როგორ წავა პროცესი. მე თავში დავაანონსე, რომ შევეხებოდი ასევე სანქციებს. ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა ამ ხრივაც. აქვე ჩაგიკითხავთ ამ განცხადებას. ესე იგი 500%-იანი ტარიფი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთის ნავთობს, გაზსა თუ ურანს შეისყიდის. ტრამპის ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ სენატში რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს, თუ პუტინი უკრაინასთან სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არ წავა და გრემის განცხადებით მის მიერ წარდგენილ ინიციატივას შტატების სენატში უკვე 72 სენატორისგან აქვს მხარდაჭერა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად იქნება დამტკიცებული უახლოეს მომავალში. ანუ 500%-იანი ტარიფები ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთის ნავთობს, გაზს და ურანს შეისყიდის. წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე, ანუ ეს არის მოკლედ რომ ავხსნათ ის პროცესი, რომელსაც ახსენებდნენ, რომ დაასანქცირებდნენ მესამე ქვეყნებს. მესამე ქვეყნები კი უკავშირდება რუსეთის მთავარ საყრდენს ნავთობით და გაზით მოპოვებული შემოსავლების მისაღებად. სწორედ მესამე ქვეყნების მხარდაჭერით რუსეთიდან გადის ნავთობი, გაზი ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენებით ეს ნავთობი შემდეგ ხდება ჩინეთის, ინდოეთის პორტებში და ხშირ შემთხვევაში უკან ევროკავშირშიც კი რეექსპორტზე მიდიოდა ხოლმე ეს რესურსები. რამდენად ირონიულადაც და სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, ის ხალხი, ვინც ასანქცირებდა რუსეთს და მისგან პირდაპირ არ ყიდულობდა ნავთობ პროდუქტებს, შემდეგ უკვე ინდური და ჩინური მარკით ახორციელებდა ამის იმპორტს, რაც მთლიანობაში ქმნიდა ესეთ განცდას, რომ ეს სანქციები არ მუშაობს, განცდას კი არა, ფაქტია, რომ აი ამ გზით, ამ ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით რუსეთმა მოახერხა ის, რომ
არაჩვეულებრივად აარიდა თავი ამ სანქციებს, შექმნა აბსოლუტურად განსხვავებული სისტემა, ალტერნატიული სისტემა, ისევე როგორც ირანმა გააკეთა ეს ყველაფერი თავის დროზე და იპოვა ახალი გასაღების ბაზრები. მართალია, ისეთ მაღალ ფასში ვეღარ ყიდიდა ნავთობპროდუქტებს, მაგრამ იმდენს იღებდა ყოველ შემთხვევაში, რომ ომის დაფინანსებისთვის მნიშვნელოვანი რესურსები შეექმნა. აქედან გამომდინარე, ახლა საუბარი არის სწორედ აი ამ შემოვლითი გზის გადაჭრაზე, მარტივად რომ ვთქვათ, თუ დაიწყება მესამე ქვეყნების დასანქცირება, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა პუტინის რეჟიმისთვის და მისი ომის ყულაბისთვის. 500%-იანი ტარიფები არის აქ ნახსენები ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში და აქვე არის საინტერესო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი ცდილობს შეერთებულ შტატებთან ერთად შეთანხმდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააჟღერა ეს ინფორმაცია ჟან ნოელ ბარომ. მისი თქმით, ევროკავშირი ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტს, რომელიც ამოქმედება იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უარს იტყვის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე. მისივე თქმით, ზეწოლის ზომები დაგეგმილია შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით, რათა გაიზარდოს მათი ეფექტიანობა და შეთანხმდეს დროის საკითხიც. რომ ახსნათ მარტივად კომპლექსურად მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჩრდილოვანი ფლოტი დაიბლოკოს როგორმე და მესამე ქვეყნებთან დაწესდეს ეს სანქციები და ვინც ივაჭრებს რუსეთთან, მას უკვე აღარ იქნება სავაჭრო ურთიერთობები გამოდის სხვა დანარჩენ მოთამაშეებთან. ყოველ შემთხვევაში ეს მათთვის ძალიან წამგებიანი იქნება, შესაბამისად მათ მოუწევთ, რომ გვერდზე გადგნენ აი ამ სცენარის მიხედვით და ცხადია, ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა. ამას ემატება ისიც, რომ ბარელზე ფასების შემცირდა, ამაში დიდი როლი ითამაშეს საუდის არაბეთში ნავთობის მომპოვებლებმა. ისტორიულ მინიმუმამდე იყო შემცირებული, როგორც წავიკითხე სხვადასხვა გამოცემების ინფორმაცია ნავთობის და აი ამ კონკურენციაში ძალიან გაუჭირდება რუსეთს, მით უმეტეს თუ მას ჩრდილოვანი ფლოტიც შეეზღუდება. აი ამ ფინანსურ წნეხთან დაკავშირებით მინდოდა რომ გამეკეთებინა ესეთი ფორმის შეჯამება და აქვე ბოლოს დიმიტრი მედვედევის ერთი განცხადებაც მოვინიშნე რა, რომელიც გამოეხმაურა სწორედ აი ამ ამერიკულ შესაძლო სანქციებს 500%-იან ტარიფებს, ასეთ რამეს ამბობს დიმიტრი მედვედევი. ამერიკის შეერთებული შტატების სენატი, რომელსაც რესპუბლიკელები ხელმძღვანელობენ, ემზადება ჩვენ წინააღმდეგ კიდევ ერთი დამანგრეველი სანქციების ბრჭყალებში დასაწესებლად, ანუ რაღაც ვითომ არაფერი, ისეთი პოზიცია არის რუსეთის მხრიდან. ვნახოთ რა იქნება ახალი ადმინისტრაციის პასუხი. ტრამპის რეიტინგები ეცემა Deep State-ი მას სასტიკ წინააღმდეგობას უწევს. ხომ არ გეცნობათ ეს განცხადება? Deep State-ი ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევს, მოკლედ, როგორც რუსეთში ამბობენ დონალდ ტრამპს, მის ადმინისტრაციას და დონალდ ტრამპის გამოწვევა არის სწორედ Deep State-ის დამარცხება. ამას იუწყება მედვედევი, ამას იუწყებიან ხოლმე საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, მახსენდება რამდენიმე ევროპული სახელმწიფოც, ალბათ თქვენს გაგახსენდებათ, არ ვიცი, უნგრეთი, ორბანი, ფიცო და ასე შემდეგ. ალბათ ვუჩიჩიც, რომელიც სხვათა შორის როგორც აღმოჩნდა 9 მაისის აღლუმს რუსეთში არ დაესწრება, გავრცელდა ინფორმაცია, რომ როგორღაც მოხდა ასე, რომ ორბანიც და ფიცოც და ვუჩიჩიც, თუ არ ვცდები, ან ორბანი და ვუჩიჩი, ან ფიცო და ვუჩიჩი, ორივე ფიცო და ვუჩიჩი, ხო. ორივე გახდა ცუდად თურმე და ასე მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ისინი უარს ამბობენ რუსეთში გამგზავრებაზე 9 მაისის ღონისძიებაზე დასასწრებად. ამასობაში 9 მაისი გვიახლოვდება, 8 მაისს რატიფიცირება იქნება უკრაინაში მინერალების შესახებ შეთანხმების და ზელენსკი ემუქრება პირდაპირ თქვათ, ემუქრება მოსკოვს და გარკვეული საინფორმაციო კამპანიაც წამოიწყეს ამასთან დაკავშირებით, ვრცელდება გზავნილები, რომ ვერ შეძლებენ მოსკოვში წითელ მოედანზე მშვიდად აღლუმის ჩატარებას და მოუწოდებს კიდევაც ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს, ვინც აპირებს ამ ღონისძიებაზე დასწრებას, რომ
მათ არ უნდა კონდეთ შემდგომში პრეტენზიები უკრაინასთან მიმართებაში უსაფრთხოების ნაწილში, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინას ცხადად აქვს ნათქვამი, რომ ის ვერ აიღებს ვერანაირ პასუხისმგებლობას თუ იქ რაიმე მოხდა. პირდაპირ მინიშნებებია, ამას მოყვა რუსეთიდანაც პასუხი და ანალოგიური მუქარა, რომ თუ 9 მაისს რამე საფრთხეს ჩვენ შეგვიქმნით, 10 მაისი კიევში საერთოდ არ დადგებაო. საინტერესო დღეები გველოდება ალბათ წინ. და მივადევნოთ ერთად თვალი აი ამ პროცესების განვითარებას. მოკლედ აქ დავასრულებ, კარგი ამბები გვაქვს მთლიანობაში უკრაინისთვის. და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში აისახება ომის მიმდინარეობაზე, ომის რომელიც უკვე მე-4 წელს ითვლის და ზამთრის და გაზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ ალბათ წინ ცხელი ზაფხული გველოდება. ყოველ შემთხვევაში იმის ილუზია თუ ვინმეს ჰქონდა რომ ეს ომი გაჩერდებოდა და რუსეთი რაიმე სახის დათმობაზე და მშვიდობიან პროცესზე წავიდოდა, ეს ილუზიები ყველას გაუქრა. ცხადია რომ ტრამპიც მივიდა, მისი ნაბიჯები ყოველ შემთხვევაში ამას აჩვენებს იმ დასკვნამდე, რომ უნდა შეცვალოს რიტორიკა და აღარ უნდა წავიდეს დათმობებზე და რაღაცა საკებარი სიტყვები აღარ უნდა შეუთვალოს ხოლმე პუტინს. ნახოთ, ასეთ საინტერესო დროს, აი ამ საინტერესო პროცესის მომსწრევართ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის პირდაპირ გაგებით. თუ უკრაინა შეძლებს საკუთარი პოზიციების გამყარებას, ეს პირდაპირ აისახება საქართველოს ევროპულ მომავალზეც და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზეც. დავასრულებ აქ, გამოიწერეთ კიდევ ერთხელ ჩვენი გვერდი და თვალი ადევნეთ ჩვენს ვიდეოებს, გამოგვიწერეთ, დაგვიკომენტარეთ და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ნახვამდის.